საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ეროსი კიწმანიშვილს ეკითხებიან. კი, მაგრამ ამ მაესტროს წილებს რომ აყადაღებ დაფუძნებდეს, არაფერს ეკითხებიო. ეროსი კიდევ პასუხობს, აბა თვითონ არხის სარედაქციო თავისუფლება რომ ჩამოაყალიბეს და თავის ეთერში ყოველდღე ქართულ პარტიას რომ არ აშუქებდნენ, კარგი იყო. IRI-ს ეკითხებიან. კი, მაგრამ თქვენს გამოკითხვებში სულ მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა რო არიან ლიდერები. ერთხელ სხვაც რომ გაიყვანოთ პირველზე არ შეიძლებაო? IRI-ს გაუკვირდება და ეტყვის, მერე ჩვენ რას გვეუბნებით, კაცო, მიდით თქვენს პრეზიდენტთან შეათანხმეთ ეგეთი საკითხები, ჩვენ ხომ იცით რომ დემოკრატიული და დამოუკიდებელი კომპანია ვართო. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელე და რადიო ყუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გაახლავდა. მოგეხსენებათ უკვე 8 დღე გავიდა იმ ალბედითი დღის შემდეგ, რაც ეროს სპაიდერმენი მაესტროს გალავანს გადმოევლო და მთელი ტელეკომპანია დევნილობაში გავხიზნა. უკვე მერვე დღეა, რაც მე ტყვეობაში ვიმყოფები და ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე რომელი მხარის მძევალი ვარ. ეს გაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაციის ბრგე ყმაწვილები გამუდმებით მიირთხამენ და გამუდმებით მაინძულებენ მათი სურვილისამებრ ვრცვალო ტექსტები. მოკლედ, თავისუფალი სიტყვა ისევ ტყვეობაშია, მაგრამ მე მაინც შევეცდები და დავიწყებ. ჩვენი დიდი მეგობარი, კეთილის მყოფელი, განმანათლებელი და უბადლო გამომკითხავი IRI კვლავ ჩვენთან არის. ჩვენს მომავალს წინასწარმეტყველებს და ისევ გულს გვიხეთქავს თავისი ჭვრეტებით. 5%-იანი საარჩევნო ბარიერი კვლევის მიხედვით სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, შედეგები ასე გადანაწილდა. დიდი უპირატესობით ლიდერობს ნაციონალური მოძრაობა 42%, მეორე ადგილზე გავიდა ბიძინა ივანიშვილის პარტია 18% და მესამეზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს და 3% მოიპოვეს ლეიბორისტებმა. არავის არ აძლევს ხმას 7%, ხოლო გამოკითხულთა 18% არჩევანს არ ახმაურებს. ვა! ეგრეც ვიცოდი რომ ქართველი ხალხი არაფრის დიდებით არ გაწირავდა მის ერთადერთ იმედს, ნაციონალურ მოძრაობას და კვლავ ასე ერთგულად დაუჭერდა მხარს. კიდევ 5 წლით გავუხამძლებოთ მათ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტკბილი ძილი, პეტრე ცისკარიშვილის პულზე ხელის დაჭერის სიამოვნება, ჩვენს კისერზე არხეინი დარდიმანდული და მუქთახორული ცხოვრება და რაც მთავარია, ჩემი მაღალიც მხარდაჭერა და საქართველოს კონსტიტუციის მის ტანზე შეკერო. აი, რა დიდია ქართველი ხალხის მოთმინების ფიალ, რა ღრმა სული გვაქვს და რაოდენ მიმტევებელი ვარ. მაგრამ ჩემო ძვირფასო IRI, მინდა გითხრა რომ თქვენი რეიტინგების თავში მყოფ ბიჭებს უკვე ჩვენს მიერ მოშვერილი ორივე ლოყაში აქვთ გარტყმული. ხო, და ხომ არ აჯობებდა რომ ჯერ ისეთი კვლევა ჩაგეტარებინათ, სადაც გამოკითხულთა 92%-ის აზრით ქართველ ხალხს 12 ლოყა ექნებოდა და შემდეგ გადავსულიყავით ნაციონალური მოძრაობისთვის კვლავ მიშვერაზე და თავიდან გალაწუნებებზე. ეს ერთი და მეორე კიდევ ის რომ მგონი უკვე დროა დავანებოთ თავი ნაციონალური მოძრაობისა და სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ცალ-ცალკე ასპექტში განხილვას. ისინი ერთად მოვიხსენიოთ და სახელიც ერთიანი საპარლამენტო მოძრაობა დავარქვათ. ამის შემდეგ უკვე მივიღებთ შედეგს, სადაც ნაცები და ქრისტიან-დემოკრატები ერთად 50%-ს აღწევენ და დანარჩენები ისედაც ჩრდილში დგანან და თავიანთ მწირ საპარლამენტო მანდატებს იფხანენ. ძვირფასო ტელემომზირლებო, დიდი სიამაყით მინდა რომ კიდევ ერთ რეიტინგზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება და ეს დიდი წარმატებაც წინასწარ მოგილოცოთ. მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერებს შორის ბოლო 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს უპრეცედენტოდ მაღალ რეიტინგს. მოსახლეობის 74% პოზიტიურად არის განწყობილი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ეს შედეგი მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი შეცვლილი არ არის. დიახ და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დიახ. რა შესანიშნავია, უღრმესი მადლობა მთელ ქართველ ერს და რა თქმა უნდა IRI-ს. რადგან შეგვახსენა ის მივიწყებული ამბავი, რომ ჩემი მაღალი ისევ-ისეთივე მაღალია, ისევ-ისეთივე საყვარელია, ისევ-ისეთივე სანდოა და ისევ-ისეთივე სიყვარულით არის გამსჭვალული ხალხის მიმართ, როგორც ზუსტად 8 წლის წინ და 15 დღის წინ. ეგეც ბოროტენებს და იმ სკეპტიკოსებს, რომელთაც ოდნავ მაინც ეპარებოდათ ეჭვი ჩემი მაღალი სიდიადეში. ხომ ხედავ ჩემო პოლიტიკურად მოქნილო რომ ქართულ მელა საზოგადოებას ისევ ჩვენი მახრჩობელა მაღალი გვიყვარს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი თუ არ ჯერა აი ამ IRI-ის კვლევებს მაინცემდე ხო და ისე დარწმუნდით ჩემს სიმართლეში. ხო და მიდი მაღალ
მიდი, უფრო გვირთხი მაღალ, უფრო გაგვაშიშვლე. სული ბოლომდე ამოვხადე, დაგვსეტყვე და დაგვანარცხე და იქნება მომავალ წელს ჩვენი ნდობისა და სიყვარულის ნიშნად 100%-იც კი მოგანიჭოს აერაები. თორემ გასკდა კაცო გული ბოგვით ამ გუშინებმა გამოშეკილმა რუსეთმა ბიძინამ როგორ დაგაჯობოს კაცო. ჩვენ შენსკენ ვარ და შენი ვარ. აი თუ არ გჯერა, მე შენი სახელი ამოვიქალე. უცკირე? აბა Maestro, Glonti, Erosi, Bidzina maestro, Erosi, Glonti, Erosi, Bidzina maestro, Erosi, maestro, Bidzina, Glonti. Არა ეს ჩვეულებრივი ენის გასატეხია ნაციონალური ტელევიზიის ჟურნალისტებისთვის, რა თქმა უნდა. ოჯახური პოლიტიკურ სატელევიზიო ბიზნესის მფლობელების ეროსი კიწმარიშვილთან დაპირისპირების პარალელურად ტელეკომპანია მაესტროს თემაზე დღეს კიდევ ერთი განცხადება ბიძინა ივანიშვილმაც გაავრცელა. ოლიგარქის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ივანიშვილი მაესტროს ყიდვას არ აპირებს, თუმცა ის მზად არის დაეხმაროს დამოუკიდებელ მედიას. ბიძინა ივანიშვილი მზად არის დაეხმაროს დამოუკიდებელ თავისუფალ ჟურნალისტიკას და ამით დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების გამტკიცების პროცესს. სიტყვა დახმარება სავარაუდოდ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს, რასაც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მამუკა ღლონტიც ადასტურებდა. კაცო, ეს სისულელე ხა როგორ გაიფიქრეთ, კაცო? ბიძინა და ფულს იხდიდეს, კაცო, სად გაგონილა, კაცო? თუმცა ჩემ გადამრებს ეს ხალხი. სულ ბოროტი ენების ბრალი ამდენი ჭორი რომ ვრცელდება ქალაქში, კაცო. გამოაბავენ 1000 კუც. თითქოს ბიძინა ჩემს მაესტროს ფინანსური დახმარება სურს და ისე სანაცვლოდ ეთერს ითხოვს. ან ისა ქართულ ჟურნალისტს რა თქმა უნდა ხელფასი კაცო, ის ხომ საერთოდ არ არის ადამიანი. ბიძინა ჩემო უკვე გამოხატა სოლიდარობა მაესტროს მიმართ და გრითად შეუძლია გვეხმარება. საკუთარი ოპელ ვექტრით დაყავს მაესტროს ჟურნალისტები გადაყებებზე და პრემიერში არენდერებს რეზიდენციიდან. ხო, და სხვადასხვა ამაზე არ აპირებს გაჩერებას და დაგვიდა რომ ახლო მომავალში რადიოში DJ-დაც დაჯდება და ისა SMS შოუს წაიყვანს. აი სულ ეს არის ბიზნეს ჩემის დახმარება. და რა არის ახლა მას დასამალი, კაცო? ვერ გამიგია. მაგრამ თუ მაინც და მაინც ასე გინდათ სიმართლე გაიგო და თან მუხლები აღარ გადაიყლიფოთ, ისეთი სუნი უდის საქმეს, რომ დიახაც სავარაუდოდ დაეხმარება ფინანსურად თავის საეჭოდ ნაშოვნი მილიონები და ეთერსაც მიიღებს, მაგრამ არის აი ესეთი ანდაზა. ტელევიზია ნიუსით იცნობაო. ხო და თქვენს მფლობელს უთხარით, ნუ იქეკება ჩვენ საქმეებში და თავის საქმეებს მიხედოს. აგერ 100 უფასო საავადმყოფო აქვს მოსასწრები ოქტომბრამდე. ხო და ისა, რა ქვია კაცო მაკაც? აი კაცო ჭადის სახელი დაავიწყე. რა ქვია მაგა? ახლა ბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. 2007 წლის ბესტსელერის ოლიგარქისა და დამოუკიდებელი მედიის ჩაძირვის შემქმნელებისგან გოიმური თრილერების მოყვარულთათვის მზადდება მეორე სერია ხელოვნურობის ზეიმი, ანუ მაესტრო ბიძინა. სცენარის ავტორი, რეჟისორი, კასტინგის მენეჯერი და კოსტუმების მხატვარი უცვლელია. მთავარ როლებში კი ამჯერად ეროსი კიწმარიშვილი და 12 ტყვიაველია. სრულმეტრაჟიანი თრილერი მაესტრო ბიძინა. ოქროს ხელკეტი 2012-ის ერთადერთი პრეტენდენტი. გამოვიდა სოციალური გამოკითხების კომპანია IRI-ს ახალი კვლევინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც ქართველი ხალხის მენტალიტეტი, აზროვნების უნარი და შემართება აშკარად დაღმავლობის გზაზეა და მხოლოდ მთავარის და მთავრობის სიყვარული მიემართება მწვერვალისკენ. IRI 2011 დეკემბერი. ამ კვლევებში რა კარგად გამოიყურები და ცხოვრებაში რა ჭირი გვეტაკება ხოლმე. მაესტროს ციხის ამღებმა ეროს ყრუმ უკვე ჟურნალისტებისთვისაც მოიცადა და სამომავლო გეგმების შესახებ 2-20 სიტყვითაც მოგვითხრა. კერძოდ კი გაზეთ კვირის პალიტრას შემდეგი რამ გამოცხადა. მე ვიცი რას ვაკეთებ და რას ვამბობ. ჩემსა და ღლონტის გაკეთებულ ტელევიზიებს შორის რა განსხვავება იქნება, ეს ხომ იცის ყველა. ძალიან უხერხული შედარებებისკენ გვიბიძგებს ბატონი ეროსი, ხო? მე როგორც მახსოვს, ზემოთ ნახსენები 2 კაციდან ერთი საინფორმაციო არხს აკეთებდა, მეორე კიდევ მუსიკალურს და რანაირად შევადაროთ კაც, ხო? ეს დაახლოებით იგივეა, რომ ელტონ ჯონის და ბარაკ ობამას საარჩევნო პროგრამების შედარება მომთხოვოს ვინმე. ხო. ან ჯონ მაკეინისა და მადონას სიმღერების შედარება. კარგი, ხო. ასეთი შედარება არ გამოდის. მაშინ მოდით სხვა, ესე იგი, მაგალითად, მორალური ასპექტით შევადაროთ ესე იგი ერთმანეთს. ორივე კაცი ცოდვილია ქართველიერის წინაშე. ერთმა ჩემი მაღალისგან პრეზიდენტი გააკეთა, მეორემ კიდევ ლექსენისგან რეპერი. მაგრამ რადგინა კაცო, ლექსენის და მაღალის დღევანდელ მდგომარეობას და საბანკო ანგარიშებს თუ შევადარებთ, კი მივხვდებით ახლა, რომელმა მოინანია ცოდვე. აი, როდესაც ლექსენმა ღლონტს უთხრა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია ნაშებზე უნდა გადავაკეთო და გავრეპო, აი ღლონტი მიხვდა რა შაშიც გაყო თავი და შეეშვა ამ საქმეს.
ხოლო ეროსის რომ უთხრა მაღალმა გადასახადებით უნდა გავწარცვო ხალხიო, ეროსიმ კვერი დაუკრა და ასე თქვა, უი კაცო, შენ ჩემზე ნიჭიერი კაცი ყოფილხარ. მისცა თავისი ტელევიზია და წავიდა რუსეთში ელჩად. თუ კიდევ დარჩა კითხვები, უფრო ღრმად გავაანალიზოთ, ვინ უფრო მაგარი ტელევიზიონშიკია, მამოკა გლონტი თუ ეროსი კიწმარიშვილი. აი მაგალითად 2004-ში თუ ჩართავდით ტელევიზორს და ლექსენი გაიჩიტებოდა, ადგებოდით და გადართავდით სხვა არხზე. მაგრამ აი დღეს თუ ჩართავ ტელევიზორს და ეროსი კიწმარიშვილის ნაწარმი გაიჩიტა იქ, ხო? აი მან წასულია თქვენი საქმე. აბა მიდი და გადართე. ხო, მიდი, აბა წადე და გადართე, ხო? თან პლუს ახლა ამას ლექსენის სიმღერები გაწიე გამოწიე 4 წუთი გრძელდებოდა და ეს ჩემი მაღალი რო ჩართავს კიდევ გილმორს შეშურდება. აღარ ჩერდება 35 წუთიანი მარტო სოლო აქვს და ეხა რაც ყველაზე მთავარია მაღალის ეს დაუმთავრებელი სოლო დაუმთავრებლად გადის ეროსის შექმნილ ტელევიზიაში და დასკვნა ხომ ნამდვილად არ გავს ღლონტის და ეროსის გაკეთებული ტელევიზიები არა რაღაცა პლუსები ეროსისაც ჰქონდა მაგრამ მინუსებმა დაღუპა ეგ საწყარი რევოლუციის სიომ ამჯერად ჩრდილოეთისკენ დაბერა და გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაც უმალ იქ გაჩნდა. ოღონდ ჩვენი გამარჯვებული ხალხის ტელევიზია. მოსკოვის მილიციამ რუსთავი 2 ოპერატორი გაათავისუფლა. ჩვენი ტელეკომპანიის თანამშრომელს, რომელიც გუშინ საღამოს მოსკოვში ერთ-ერთი საპროტესტო აქციის გადაღებისას დააკავეს, ღამის გატარება მილიციაში მოუხდა. რუსმა სამართალდამცველებმა ოპერატორის დაკავების ოქმი შეადგინეს, მას ახსნა განმარტებითი წერილი დააწერინეს და 500 რუსული რუბლის მოცულობის ჯარიმაც გადაახდევინეს. რუსთავი 2 ოპერატორი მოსკოვის მილიციამ დღეს დილით გაათავისუფლა. დიახ, აი ასეთი არეულობა გამოიწვია მოსკოვში საპარლამენტო არჩევნების არც თუ დემოკრატიულად ჩატარება. ხალხი ქუჩაშია გამოსული, პოლიცია ძალადობრივი გზით ცდილობს მიტინგის დაშლას. რუსთავი 2 კი ხალხის გვერდით დგას. სწორედ ამ დროს დააკავეს რუსთავი 2 ოპერატორი და პოლიციის შენობაში გადააბრძანეს. იქ პროკურორმა კითხა: რა გინდა შვილო, რა საპროტესტებო? რას და პირველ რიგში გაყალბებულ არჩევნებს, ასევე ჩრდილოვან ეკონომიკას, სახელისუფლებელ ვერტიკალს და კონტროლებად მედიასაც არ წყალობო. ეს სულ ანტიდემოკრატიული პროცესებია, რაც ხალხის დაჩნუგებას და გაღატაკებას უწყობსო ხელსო. და კონტროლირებადი სასამართლო თუ მოგწონს ჩვენს რუსეთშიო, კითხა პოლიციის უფროსმა. არაო, არ გამაგონოთ, არაო, დასანახად ვერ ვიტანო, უთხრა ჩვენმა ოპერატორმა. უცებ პოლიციის უფროსი გაჩუმდა. დააკვირდა დაკავებულს და იჭვნარევად კითხა: საიდან ხარ? რომელი ქვეყნიდან ბატონო ოპერატორო? საიდან ვარ და საქართველოდან რუსთავი 2-დან გამარჯვებული ხალხის ტელევიზიიდან. ცოტა ხნით პაუზამ დაისადგურა. და უცებ პროკურორმა იკითხა: შენ ის არ ხარ 26 მაისს პოლიცია მიტინგს რომ არბევდა და თქვენს ეთერში იღბლიან ბორბალს და დიდ ზუძუებს რომ აჩვენებდით. ხო? ეგავარო? უცებ ოპერატორმაც შეუბრუნა კითხვა. და შენ კიდე ის არ ხარ ამ წუთისთვის როცა მიტინგი ირბევა შტოკზე კარგას ფინალს რომ აჩვენებ ეთერშიო? ხო? ეგავარო? აგაშჩენა ღმერთმა უთხრა პოლიციის უფროსმა, გადაეხრიენ ერთმანეთს, მოკლედ ჭირი იქა, ჭირი აქა და დემოკრატია დასავლეთ ევროპის მაღალ განვითარებულ ქვეყნებში. კიდევ ერთი ახალი და საინტერესო ინფორმაცია. შპს მაესტროს 100%-იანი წილი ეროსი კიწმარიშვილის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუსი აღწერს. სტატიაში ნათქვამი, რომ მაესტროს მფლობელებს არ ექნებათ უფლება თავიანთი წილი გაყიდონ, გაასხისონ ან გააჩუქონ. თბილისის საქალაქო სასამართლო დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ საქმე კომერციულ საიდუმლოებას უკავშირდება. ბატონო. ხო, ეს ერთი და რაღაცა ეჭვი მაქვს, რომ სხვა მრავალსაც მალე ვიხილავ. ხოლო ალბათ მეც მომადგებიან და რეკლამიცინებს და ანეკდოტებს დამიყადაღებენ. იტყვიან საქმე ინტელექტუალური საიდუმლოების ამბავში არისო, ხო და არა არსებობს ეჭვია, რომ რამდენიმე მაგარი ანეკდოტი ეროსი კიწმარიშვილმა და ირაკლი ოქროშვილმა დაწერესო. ისე საინტერესო ამბავია. ჩვენი ხელისუფლება ისე წარმოაჩენს საქმეს, ვითომ მაესტროს მარტო ვერაგი ეროსი ებრძვის. არა და აგერ ფაქტია, ეროსის ჩვენი სასამართლოც ერთგულად ამოუდგა გვერდში. ხო ალბათ ერთი ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლი შკოდის მარკის დაბრულშუშებიანი მანქანით და პოლ სერიის ნომრებით გაიტანს ჩვენს გენერალურ დირექტორს. მერე დაბნეული უცებ ზადნიში ჩააგდებს და ჩვენს მთავარ ბუღალტერსაც მიაყოლებს. შემდეგ უფრო დაბნეული გაიქცევა და სადღაც ისნის გზატკეცილის მიმართულებით გაუჩინარდება. მაგრამ არ ვყიდულობო იმ კაცმა კაცო და თავს იზღვევ თუ რას გავს კაცო ეს თქვენი საქციელი? ნედა ვის თამაშობს კლდეზე მცოცავი ეროსი.
მე ახლა 5 პოლიტიკური აბის მიღებას გთავაზობთ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილზე გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლი ჟურნალისტი. მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა გაისიგრძე განეს ქართული რეფორმების სიდიადე. აიღეს მაგალითი საქართველოსგან და ჩვენც ახლა ველოდებით, როდის გამოიღებს ნაყოფს ჩვენი თესლი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. კორუფციის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის მეთოდებს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები საქართველოს მაგალითზე სწავლობენ. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი დაიკავა იუსტიციის სახლის მამასახლისმა. მას არასდროს ავიწყდება ერთი ფანჯრის პრინციპი და ამჯერად ერთი წინადადების პრინციპით აგვიწერა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ. მოდელი, რომელიც ჩვენ ავაგეთ, რეცეპტი, რომელიც ჩვენ მივეცით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს გამოყენებული იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მესამე ადგილი. მესამე ადგილი დაიკავა პეტრე ცისკარიშვილმა. მან ამჯერადაც განაგრძო ნაციონალური ტრადიცია და ქართული რეფორმების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დაადასტურა ქართული ანდაზა, რომ ენას ძვალი არ აქვს. არა. და სწორედ აი ამ თემებთან დაკავშირებით მუშაობთ ჩვენ მთელ ძალისხმევას ვხარჯავთ, რომ მთავრობამ, პრეზიდენტმა, მთელმა ხელისუფლებამ მოაგვაროს და გადალახოს ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი ხალხის წინაშე არსებობს. მეორე ადგილი. მეორე ადგილიც ისევ პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა. მან გაასაჯაროა მაღლის შესახებ ყველაფერი და აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მარტო სიმაღლე არ აქვს, მაგრამ აქედან გამომდინარე არის სწორედ ის, რომ ძალიან მაღალი ნდობა აქვს და ძალიან მაღალი სამსახურეობრივი სამუშაო შეფასება აქვს პრეზიდენტსაც. პირველი ადგილი. პირველი ადგილი კი დაიკავა გიორგი ახვლედიანმა. მისთვის მთავარია გიორგი თარგამაძე რეიტინგებში უგებდეს ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი რომ ყველა ლიდერს 100%-ით უგებს რეიტინგებს, ეხლა მისთვის მესამე ხარისხოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თუნდაც ის გამოკვლევა, რომ ლიდერთა გამოკითხვაში, ოპოზიციურ ლიდერთა გამოკითხვაში გიორგი თარგამაძე ლიდერობს და მას შემდეგ მოდის ბიძინა ივანიშვილი. ეს გახდათ განაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.